ძველი საიდუმლო. გაგრძელებას შეძლებთ? შეგიძლიათ დაახასიათოთ პიროვნება სახელად ფერჰათი, რათა აღწერილობის მიხედვით ფოტორობოტი შევადგინოთ. მისი სახე ხომ გახსოვთ? როგორ არ მახსოვს. ის სახე ისე ჩამებეჭდა გონებაში, რომ ვეღარასდროს დავივიწყებ. ოფიცერ ქემალს დაურეკეთ, ფოტორობოტი უნდა შევადგინოთ. გარკვეულ ჩინარმა ჩვენებაში რა თქვა. ხომ შეიძლება დედა ჩემის სასარგებლოდ გამოვიყენოთ. დიახ, ოფიცერო, თქვენთან გასაუბრება მსურს. რა თქვა? ჩინარმა დედა დაადანაშაულა? მან ქალბატონი ასიეს თანამზრახველად ვინმე ფერჰათი დაასახელა. ახლა მისი ფოტორობოტის შედგენას აპირებენ. მხოლოდ ფერჰათი? სხვა ვინმე ხომ არ ახსენა? არა. თურგუთ. ფერჰათს თუ დაიჭერენ, მეც დამიჭერენ. გთხოვ ვიღონე რამე. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არსებობს. დედა ჩემის უდანაშაულობას ვერ დავამტკიცებთ. სიმართლე გითხრათ, ქალბატონი ასიეს გადარჩენა შეგვიძლია, მაგრამ არ ვიცი თქვენ რა აზრის ხართ. თავარია დედა ჩემი ციხიდან გამოვიდეს. თუ ფერჰათს პოლიციაზე ადრე ვიპოვით, დანაშაულს საკუთარ თავზე აიღებს. და ქალბატონი ასიე გადარჩება. დიახ. ლოგიკურია. თუ ფერჰათი დანაშაულს საკუთარ თავზე აიღებს, ყველაფერი დამთავრდება. თურგუთ. ღვთის გულისათვის იპოვე ფერჰათი და გადაგვარჩინე. გევედრები. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ბატონებო. ისევ მე გავიმარჯვე. ჯიბეზე ხელი გაიკარით. დილიდან მოყოლებული რამდენჯერ მოიგე? რაღაცა ეჭვა. თუ რამე საიდუმლო იცი გითხარი? არანაირი საიდუმლო არ არსებობს, მაო. ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის. მგონი როგორც იქნა, ეშმაკს ფეხი მოუტეხე. გამოდის ცხოვრება აიწყეს, მაო. მალე გერმანიაში მიდიხარ. მეტავ შენს ადგილას ვიყო. რომ იცოდე რა გავაკეთე იმისთვის, რომ აქამდე მომეღწია. ბევრი ვიტანჯე, მაგრამ მორჩა. ამერიდან ცხოვრებით დავტკბები. აბა, როდის მიემგზავრები? თუ გამიმართლა ამ აღამწავალ, გერმანიაში ჩემი ადგილი მზად არის. აქ აღარასოდეს დავბრუნდები. ამ კაცს ფერჰათს ამსგავსებთ? დიახ, ძალიან გავს. ნეტავეს ნაძირალა მაშინ ჩაგვებარებინა პოლიციისთვის, როცა იმ დღეს სამეზობლოში გამოვიჭირეთ. საიდან უნდა გწოდნოდა, რომ ასეთ რამეს ჩაიდენდა. დედა ასიე, როცა ამბავს შეიტყობდა, ყველაფერს იღონებდა, რომ მას სიმართლე არ ეღიარებინა. ეგეც მართალია. თუ სხვა არაფერი გაქვთ სათქმელი, გთხოვთ განცხადებას ხელი მოაწერეთ. ჯერჯერობით სულესაა. ფერჰათის ძებნის ორდერს გავცემთ. ქალბატონი ასიე კიდევ ცოტა ხნით ჩვენი სტუმარი იქნება. იმედია მალე იპოვეთ. თუ რამის გაარკვევთ, შემატყობინეთ. ისე მეშინოდა, რომ რამე დაგემართებოდა. დამიჯერე დღეებია ვერ ვიძინებ. მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი ხარ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა ბედნიერი ვარ. კრავის როლს ნუ თამაშობ ზუხალ. შენც დამნაშავე ხარ. ცეჰერს რატომ უთხარი, რომ ფული ავიღე და წავედი? გეფიცები, ჩემი ბრალი არ არის, ამის თქმა დედა ასიემ დამაძალა. ცეჰერს არაფერი უთხრა, ჩინარს დავარწმუნებ, რომ ფული აიღოსო. მეც დავუჯერე.
რომ ცოდნოდა ასეთ რამეს ჩაიდენდა, სეჰერს დიდი ხნის წინ ვეტყოდი. წერილზე რა სიტყვი? ბებიამ გაიძულა ტყუილი დაგეწერა. წერილზე? სეჰერ წერილთან შეხება არ მაქვს. ფულის საკითხზე მართალი ხარ. ვაღიარებ, მაგრამ ღმერთს გეფიცები არც წერილი დამიწერია და არც არაფერი. შენგან გავიგე, რომ წერილი მიიღე. არ გახსოვს ორივეს როგორ გაგვიკვირდა? კარგი ბიცოლა. ბოდიშს გიხდი, მაგრამ იმდენი რამ გამოვიარეთ, რომ აღარავის სიტყვის არ მჯერა. არა უშავს. დრო მოვა და ყველაფერი გაირკვევა. გეფიცები დამნაშავე არ ვარ, სეჰერ. ასე რატომ მეკცევი? ნუ თუ საერთოდ არ მიცნობ. სეჰერ, დამიჯერე, მე დამნაშავე არ ვარ. ჩინარ, შენ მაინც ხომ გჯერა? ჯანდაბა. როგორ მე უნდა დავერწმუნო, რომ უდანაშაულო ვარ? თორემ ნამდვილად დავიღუპები. შვილო. მოცდა საზრი აღარ აქვს. ამდენი უბედურების შემდეგ, მოდი ჩეთინს და ეს მას სიმართლე ვუთხრათ. ვინ იცის ხვალ რა მოხდება? დღესვე დაველაპარაკოთ. რა გითხრა დედა? კარგი იქნებოდა. იჩქარეთ მეთქი, ბევრი დრო არ გვაქვს, რაც გინათ ისკენით. ის ნაძირალა ფერჰათი იპოვეთ, მისი მიწიდან ამოთხრათ, რომ დაგჭირდეთ. თქვენ ზარს დაველოდები. რა ხდება თურგუთ? ფერჰათი იპოვე? ჩემ ხალხს ვაცნობე, ყველგან ეძებენ. ახლა კომპანიაში უნდა წავიდე. თუ რამეს გავიგებ დაგირეკავ. შენ სახლში წადი, რომ ბავშვებმა აღარ ინერვიულან. თურგუთ, დედა შენი სანახავად შევა. საბრალო ქალი ცუდად გამოიყურება. კარგი, შედი. ეცა დედა ამშვიდო. უთხარი, რომ რაც შეიძლება მალე გამოვიყვანთ იქიდან, არ ინერვიულოს. კარგი ძვირფასო, ეს საქმე მე მომანდე. ბიძია თურგუთ, ალბათ ონასიას გამოჯამრთელებას უსურებ. წუხა რომ ასე მოხდა. რა მოხდა? დედა ასია ხომ ავად არის. სეჰერისგან გავიგე. წუხელ მასთან ერთად იყო საავადმყოფოში. ახლა უკეთაა? ჰა, უკეთ არის. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ დედა. ბოლოს და ბოლოს ეს დღეც დადგა. ჩეთინი და ესმა ამდენი წლის შემდეგ დედას შეხვდებიან. როგორ ფიქრობ? გულს მოусმენენ და დაიჯერებენ იმას, რასაც ვეტყვით. შეძლებენ რომ მაპატიან. შვიდად იყავი დედა. დარწმუნებული ვარ დაგიჯერებენ. თანაც ახლა ბებია ხელს ვეღარ შეგვიშლის. არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. არა მარტო მე, ამიერიდან სამივე შვილი ფრთებ ქვეშ გეყოლება. შვილო, ნეტა ვიცოდე რას განვიცდი. ჩემი შვილებიდან ერთ-ერთი ყოველთვის დამაკლდება. ჩემი ქუდრეთი ვერასდროს გაიგებს, რომ დედამისი ვარ. ვერასდროს ჩავეხუტები. რომ იცოდე, რომ ძმას დაგაშორე, მაინც მაპატიებდი. შენი ნათესავი ისევ მოვიდა. რამე სიახლე არ ძალო? ნუ თუ თურგუთმა ჩემს აქედან გამოსაყვანად ვერაფერი მოიფიქრა. ყველაფერს აკეთებს დედა. იმედია ფერჰათს იპოვის. ფერჰათს რომ იპოვის რასიზამს. დაელაპარაკება და აიძულებს, რომ დანაშაული საკუთარ თავზე აიღოს. მალე აქედან თავს დააღწევდედა. კარგი. ვიცი რომ გაბრაზდები, მაგრამ რაღაც უნდა გითხრა. ამჯერად ჩინარს ვეღარ შევაჩერებთ.
ბავშვებს ყველაფერს მოუყვება. სწორედ ახლა მათთან შესახვედრად მიდის. რას ამბობ ბრძალო? თუ ასეა, აქ რას აკეთებ? ყველაფერი იღონე, რომ ეს სიტუაცია თავიდან აირიდო. გესმის? რა ვქნა დედა? აქამდე ჩინარს შენი ეშინოდა. ახლა ხომ აღარ გითვალისწინებს? შეიძლება ჩეთინს და ესმას უკვე შეხვდა და ყველაფერი უთხრა. როგორ გგონია გისოსებს მიღმა რატომ მოვხვდი? თუ ჩინარი ჩემს შვილიშვილებს ყველაფერს ეტყვის, მაშინ რისთვის გავისარჯე? ეს სირცხვილი. რისთვის განვიცადე? ჩეთინმა და ესმამ არ უნდა გაიგონ, რომ ის გველი მათი დედაა. გასაგებია? ახლა წადი და საქმეს მიხედე. იმედია არ დავაგვიანებ. მიდი ესმა ტელეფონს უპასუხე. გისმენ ბიცოლა? სათხარ შვილო. ჩემმა დამდამირეკა. დეიდა აიშესთან მივდივართ. ჩეთინი შენ გვერდითაა? ხო, რა მოხდა? ღმერთო ჩემო, ახლა სეჰერთან შეხვედრის დრო არ არის. დაურეკე და უთხარი, რომ ვერ მიხვალთ. ბებია თქვენს ნახოს ითხოვს. კარგი, ჯერ დეიდა აიშესთან წავალთ. სახლში 1 საათში მოვალთ. შვილო ვერ გაიგერა გითხარი. სასწრაფოდ სახლში უნდა მოხვიდეთ. ბებიას ნოალოდინებთ. მერთა ჩემო ვერ ხვდები რა არის ასეთი საჩქარო. გითხარი 1 საათში მოვალთ მეთქი. ბებია ავადმყოფი ნათესავის სანახავად არ იყო? რაც გითხარი ის გააკეთე, კითხვებს ნუსვამ. ახლავე წამოდი სახლში. ნიშნულოვანი რომ არ იყოს არ გეტყოდი. კარგი ბიცოლა, მოვალთ. ბებიას გადაეცი რომ ცოტა დაგვაგვიანდება. გაგვიგებს. გამითიშა. არა. ეს გოგო ჭკუიდან გადამიყვანს. მერტო რა ჯიუტია. დედამისი სასლია. ახლა რა უნდა ვქნა? რა ქენით ფათე? ფერჰათის კვალი მაინც ვერ იპოვეთ? კარგი, სიახლეებს ველოდები. კარგი შვილო, კარგი. რა ხდება ბატონო ჰალელ? აქ რას აკეთებთ? თქვენთან სალაპარაკო მაქვს. ჩემი სათქმელი რომ არ გითხრათ ვერ მოვისვენებ. მომისმინე ჰალელ. თუ აქ ძველი ჭრილობების გასახსენებლად მოხვედი ამის ხასიათზე არ ვარ. როგორც გავიგე ქალბატონი ჩინარი იპოვეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა მისი გადარჩენა მოახერხეს. მერე რა მოხდა? ამის სათქმელად მოხვედი? ეს გინდოდა გეთქვა? არა. იმ საბრალო ქალს ცხოვრება გაუმწარეთ. 20 წელი მოვპარეთ. შვილებს დავაშორეთ. ჩვენ სასიკეთოდ უმოწყალოდ დავსაჯეთ. ფრთხილად იყავით ეს ტანჯვა, რომელიც ამდენი წელი აქ წვავს. ჩვენი დასასრული არ გახდეს. ამის თქმა მინდოდა. და რა? მე მუქრები? როგორც გინდათ ისე გაიგეთ. იმ ქალს კიდევ რამე რომ დაუშავდეს, ვერავინ შემაჩერებს. ინანებთ რომ არ დამიჯერეთ. არ ინერვიულო. ამერიდან ჩინარს საკუთარი თავისგანაც კი დავიცავ. მაგრამ იმიტომ კი არა რომ შენი მეშინია, არამედ იმიტომ რომ ამერიდან სხვა ცოდვას ვეღარ დავიდებ. აქ არიან. დაო. დაო. სად იყავი? რამდენი ხანია დაიკარგე და აღარ გამოჩენილ ხარ? დეიდა აიშე, როგორ ხართ? კარგად. გმადლობ. თქვენ რომ დაგინახეთ უკეთ გავხდი. დეიდა აიშე. რა დაგემართა? ავარიაში მოყვა. სერიოზული არაფერია. ჩემზე არ იდარდოთ.
თავს მშვენივრად ვგრძნობ. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ, რომ გწოდნო და ღმერთმა დაგიფარა დეიდა აიშე. რამე რომ მოგსვლო და ძალიან ვიდარდებდით. ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ხართ. ძალიან მოგვენატრეთ. კარგი იყო პიკნიკზე ერთად რომ დავდიოდით ხოლმე. დედა, წინ იყურე შვილო. კინაღამ გამიტანე. ამხელა ბიჭი ხარ და კაცურად სიარული ჯერ კიდევ ვერ ისწავლე. დედა ხომ კარგად ხარ? შენ თვითონ დამეჯახე, მე რა შუაში ვარ. რამ სიგრძენა გაქვს? დედა შენს არაფერი აპატიო. არ ვიცი რატომ ხარ გაბრაზებული, მაგრამ თუ გინდა ჯავრი ჩემზე იყარო, მიდი. ბოდიში შვილო. წუხელ ღამით არ მეძინა და ალბათ ამის ბრალია. ცუდ ხასიათზე ამიტომ ვარ. კარგი, არა უშავს. ბებია სად არის? ისევ ნათესავთან დარჩება? არ ვიცი, ალბათ ცოტა ხანს მასთან იქნება. კარგი, გავიქცევე, მოგვიანებით გნახავ. მოდი გაკოცა შვილო. თავს გაუფრთხილდი, კარგი? ჰადია იყო მოსული. ქალბატონი აიშე იკითხა. სეჰერთან ყოფილა და მანაც არ იცოდა სად იყო. აინტერესებდა აქ ხომ არ მოვიდა. ნედავ ჩემი ერთადერთი სადარდებელი ჰადია და აიშე იყოს. ესე იგი ჰადიამ არ იცის სად არის ჩინარი. არც მისთვის უთქვამს რამე. ნედავ ბავშვებს დაელაპარაკდნენ. იმედია ხელი შეეშლევათ და ვერაფერს ეტყვიან. თორემ დედა ასია მომკლავს. ისეთი გემრიელია. ეს რიგით მეორე ყველაზე გემრიელი დარიჩინის ნამცხვარია, რაც კი აქამდე გამისინჯავს. პირველი რომელია? ეს რა კითხვაა, ძმაო? რა თქმა უნდა, დეიდა აიშეს გამომცხვარი. ამჯერად უნდა დაგეთანხმო. შენს გამომცხვარს სხვა გემო აქვს დეიდა აიშე. გონი დროა. უთხარე. ბავშვებო, არის რაღაც, რაზეც დიდი ხანია თქვენთან საუბარი მინდა. გადაწყვეტილების მიღება ძალიან მიჭირდა. რომ არა თქვენი და შეიძლება ეს ვერასდროს გამებედა. იმედია ისევე გამიგებთ, როგორც სეჰერმა გამიგო. რა ხდება დეიდა აიშე? რამე ცუდი მოხდა? განვლილ ცხოვრებას თუ გადავხედავ, ცუდიც იყო და კარგიც. გააჩნია როგორ შეხედავ. სეჰერ, ყველაფერი შენი ბრალია. ახლა რა უნდა ვქნა? რა? რამდენიმე თვის წინ ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. სწორედ მაშინ, როცა იმედი გადამეწურა, რომ აღარასოდეს გავიღიმებდი. მადლობა ღმერთს, რომ ახალი ცხოვრების დასაწყებად შანსი მომეცა. თქვენ სამივე ძალიან კეთილშობილი და მისაბაძი ადამიანები ხართ. თქვენთან დაახლოება და თქვენი გაცნობა ყველაზე კარგი რამ იყო, რაც ამ ცხოვრებამ მარგუნა. ღმერთმა დაგლოცოს დეიდა აიშე. შენც ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ ჩვენთვის. მადლობა ღმერთს, რომ შენაერ გულკეთილ ადამიანს შეგვახვედრა. ჩემთვის ყველაზე რთულ მომენტში დამიჭირე მხარი და გამომხნევე. ეს არასოდეს დამავიწყდება.
არ მინდა გაწყენინოთ და იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრათ. დეიდა აიშე. ცხვირიდან სისხლი მოვდის. რა მოხდა დეიდა აიშე? კარგად ხარ? თუ გინდა საავადმყოფოში წავიდეთ. კარგად ვარ, არ ინერვიულად. ალბათ მაღალი წნევა მაქვს. წავალსახეზე წყალს შევისხამ. მართო ჩემო. გადაემართა ამ ქალს. ღმერთო, დიდი ხანია ამ დღეს ველოდი. თუ ახლა ვერ ვეტყვი სიმართლეს, მეშინია რომ გამბედაობას ვეღარასდროს მოვიკრებ. გევედრები დამეხმარე ღმერთო. დამეხმარე სიმართლე ვთქვა. კიდევ ერთხელ დამეხმარე. დეიდა აიშე ჯერ არ დაბრუნებულა. იმედია კარგად არის. წავალ ნახავ როგორა. მე წამოვალ. არა იჯექი. დედა დედა რა დაგემართა? კარგად ხარ? კარგად ხარ? კარგად ვარ შვილო. იატაკის სველი იყო და დავეცი. იატაკის სველი არ არის. ალბათ თავბრუ დაგეხვა. დედა აშკარად არ ხარ კარგად. ახლავე საავადმყოფოში წაგიყვან. შვილო, საავადმყოფოში წასვლა საჭირო არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ თავბრუ დამეხვა. ეს იმის ბრალია, რომ აღელვებული ვარ. ჩეთინს და ესმას დაველაპარაკები. დედა, ახლა შენი ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია. საავადმყოფოში წავიდეთ, ჩემი ხათრით მაინც. კარგი შვილო. ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა. წადი გაიგე რა ხდება. დეიდა აიშე? კარგად ხარ? თავს როგორ გრძნობ? კარგად ვარ. უბრალოდ ცოტა თავბრუ დამეხვა. ბოდიშს გიხდით რომ გალოდინეთ. დეიდა აიშეს წნევა აწუხებს. საავადმყოფოში უნდა წავიყვანო. კარგი, მეც წამოვალ. ერთად წავიდეთ. საავადმყოფომდე მიგიყვანთ. არა. ასე ნუ შეწუხდებით. უბრალოდ ექიმი გასინჯავს და უკან წამოვალთ. კარგი დაო. დეიდა აიშე, თავს გაუფრთხილდი. გამოჯამრთელებას გისურვებთ. გმადლობ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ღმერთო, ვინ დაწყებლა ეს ქალი? ჯერ ავარია შეემთხვა, ახლა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. იმედია სერიოზული არაფერია. იმედია.
საავადმყოფოში უამრავ გამოკვლევას მოითხოვენ. ტყუილად დაგვაკარგინებენ დროს. რა საჭირო იყო შვილო? ნება მომეცი დავისვენა და მაშინვე კარგად გავხდები. ტყუილად ნუ დაიჟინებ დედა. საავადმყოფოში მივდივართ. ბებია გველოდება. ბიცოლას ვუთხარი 1 საათში მოვალთ მეთქი. წავიდეთ თორემ გაგვიბრაზდება. ღმერთო. ალბათ ყველაფერი გაიგო და ამიტომ რეკავს. ალო, ესმა? ალო? ბიცოლა, მე და ჩემი ძმა გავთავისუფლდით. შეგვიძლია ბებიას სანახავად მოვიდეთ. მადლობა, ღმერთს არაფერი უთქვამს. ალო, დეიდა აქ ხარ? აქ ვარ ესმა. მაგრამ ბებია ახლა ხანს წავიდა. ჩვენი ნათესავი ისევ ავად გახდა. შეგიძლიათ მოგვიანებით ისაუბროთ. საინტერესოა რატომ არაფერი უთხრეს. რას გეგმავთ შინარ? მერტო. რა მოხდა? ბებიასთან მისვლა საჭირო აღარ არის. ის ნათესავი ისევ ცუდად გამხდარა. არა და ჩვენთან სასწრაფო საქმე ქონდა. რას ვიზამთ? ძმაო, თუ დრო გაქვს შეგიძლია ოფისში დამტოვა. რა თქმა უნდა, პრინცესა. შენთვის დრო ყოველთვის მაქვს. წამოდი. Hadi oğlum ya. რატომ არ რეკავენ? ის კაცი მიწამ ხომ არ ჩაყლაბა? ალო, პატი. რა ხდება? იპოვეთ? ძალიან კარგი. ერჯუმენტ? ისმენთ ბიზია თურგოთ. მანქანა მოამზადე გავდივართ. როგორც მიბრძანებთ. შვილო მისმინე, გამოკვლევები საჭირო არ არის. თავბრო ერთხელ დამეხვა, მაგრამ ახლა კარგად ვარ. დედა, რატომ ვერ ხვდები? ვერ მოვისვენებ, სანამ გამოკვლევების პასუხს არ გავიგებთ. სასწრაფოდ ექიმს უნდა მივმართოთ. ექიმი მალე დაგიძახებთ. წამოდი, დედა. გამარჯობა. წარმატებულ დღეს გისურვებ. გამარჯობა. გასული არ იყავი? მეგონა საღამომდე არ დაბრუნდებოდი. საქმეებს მალე მორჩი. ჩემს არ ყოფნაში რა მოხდა? ქალბატონი ნურდანის ნათქვამმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დავფიქრდი და გადავწყვიტე ბატონის ედათის საქმე არ ავიღო. ძალიან კარგი აზრია. თურმე კაცს სხვა საზრუნავი ჰქონია. ნერვიულობდი, რომ მას მხარს დაუჭერდი. საბრალო ქალი თავის ავადმყოფ შვილთან მარტო უნდა დაეტოვებინა. მეც ასე ვიფიქრე. ღმერთმა დამიფაროს ასეთ საქმეს ოდესმე ხელი მოუკიდო. ამინ. მიუხედავად იმისა, რომ შენში დარწმუნებული ვიყავი, მაინც გამიხარდა, რომ ასე გადაწყვიტე. მადლობა. ბატონმა ომერმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს საქმეს არ აიღებდა, რადგან არ ჯერა რომ მართალი ვარ. ეს პრობლემას არ წარმოადგენს ძვირფასო. ბაზარზე უამრავი ადვოკატია. ხოლ ჩემს ადვოკატს დავურეკავ და საქმეს მას გადავაბარებთ. სახლიდან რაც შეიძლება მალე წამოდი. ბარგი ჩაალაგე და სასტუმროში დასახლდი. დანარჩენს მე მივხედავ. შენ
არაფერზე ინერვიულო. Merak etme. კარგი, მე წავალ, სანამ გვიანი არ არის. როგორც გინდა. საღამოს შევხვდებით. ჩვენი კაბაბიც მოვიდა. ბატონო თურგუთ, გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşları